პროგრამირების კურსებზე სტუდენტების 90%-ზე მეტი წარმატებას ვერ აღწევს. სინამდვილეში პრობლემა ამ კურსების ავტორების გამოწვეულია. შენ გიქმნიან ისეთ წარმოდგენას, რომ აი უცებ 2 თვეში, 3 თვეში რაღაც ახალ პროფესიას აითვისებ და ძალიან ბევრ ფულს იშოვე. რაც სიმართლე არ არის, მაგრამ ეს რომ სიმართლე არ არის, ამას აღმოაჩენ 2 და 3 თვეში. გაბრაზდები, იმედგაცრუებული დარჩები და დაიწყებ ყველა იმ ადამიანის გინებას, ვინც გირჩია რომ პროგრამირება გესწავლა. არადა ეს იმდენად მნიშვნელოვანი უნარია, რომ წერა-კითხვასაც საჭიროა თანამედროვე სამყაროში. ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან პროგრამირების სასწავლად, თხოვენ რომ მათი მენტორი გავხდეთ. პირდაპირ სახეში მაჩეჩებენ ფულს იმ იმედით, რომ მე მათ შევეხები და ძალიან მალე 2-3 თვეში რაღაც სასწაულით ისინი ძალიან მაგარი პროგრამისტები გახდებიან. არადა 15 წელია მე ამ საქმეს ვაკეთებ და მე ეგეთი უცებ წარმატებული პროგრამისტი არ მინახავს. ხშირად მყავს მშრომელი სტუდენტები, რომლებიც თავს არ ზოგავენ და შესაბამისად შედეგზეც გადიან. მინახავს ისეთი ხალხიც, ვინც გასაუბრებებზე 100 ჯერ მაინც მიიღო უარი და კიდევ მზად არის რომ 1000 ჯერ სცადოს. აი წარმოიდგინეთ 100 ჯერ უარი მიიღო და 1000 ჯერ უნდა რომ კიდევ სცადოს. ანუ რამხელა ასე ვთქვათ ნებისყოფა აქვს წინასწარ შექმნილი ერთგვარი რაღაცნაირად ეს განწყობა აქვს, რომ აი დამარცხება არ არის, საერთოდ არ ჩანს მის ასე ვთქვათ მომავალ გეგმებში დამარცხება არ ჩანს. ყავს ისეთი სტუდენტები, ვინც დღეში 20 კომპანიაში მაინც აგზავნიან რეზიუმეებს, ცივსისხლიანად, საერთოდ არ ელოდებიან იქიდან, რომ რაიმე დადებით პასუხს მიიღებენ. და ამას აკეთებენ გადაბმულად დღეების განმავლობაში, არც ერთ დღეს არ ჩააგდებენ, სანამ რამდენიმე 100-ულ წერილზე არ ავლენ. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკურად, რაც შეიძლება მეტგან გააგზავნოს შენ შესახებ ინფორმაცია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის კომპიუტერში, მეტი ადამიანის ეკრანზე მოხდეს შენ შესახებ ინფორმაცია, რომ ის კონკრეტული რაღაცა სამუშაო, რომელიც შენ მოგესადაგება, აი ზუსტად ეგ სამუშაო აღმოაჩინო. ესე უბრალოდ თუ დაждები და იტყვი რომ რაღაცა სერტიფიკატი მაქვს და რატო ვერ ვიწყებ მუშაობას, ვერასოდეს ვერ დაიწყებ მუშაობას. ყავს სტუდენტები, რომლებიც დღეში 20 კომპანიაში მაინც აგზავნიან თავის რეზიუმეს, მაგრამ უარის მიღების ან საერთოდ პასუხის არ მიღების შემთხვევაში мотиваცია არ ემსხვერპლად და იციან რომ სტატისტიკურ გრძელვადიან თამაშს თამაშობენ და რაც მეტგან გააგზავნიან, მით უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ წარმატებულად დაასრულებენ ამ პროცესს. საბოლოოდ, ყველა ასეთი ადამიანი დაახლოებით 1-დან 3 წელში აღწევს წარმატებას. ანუ იმაზე ნაკლებში, ვიდრე უნივერსიტეტში დიპლომის აღებას დასჭირდებოდა. ეს არის გრძელვადიანი თამაში, სადაც რაც უფრო მეტს გამოძრავდები, მით უფრო მეტი შანსი გაქვს წარმატების, მაგრამ შენ თუ იტყვი რომ რაღაც კურსი გავიარეო, მე რაღაც სერტიფიკატი მომაჩეჩესო და ეხლა ვერ ვსაქმდებიო და ამაზე იქნებ გაბრაზებული, ეს უკვე შენი ბრალია, რადგან შენ გჯერა რაღაცა მარტივად ფულის შოვნის სქემების და ზღაპრების. თუ მზად ხარ ნამდვილი ტექნოლოგიური თავგადასავლისთვის, ნამდვილი შრომისთვის, ნამდვილი ბრძოლისთვის, მაშინ შეგიძლია მოგწერო Facebook-ის page-ზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შენს წარმატებაში ძალიან პატარა აგური დავდოთ. მაგრამ არასოდეს არ გეტყვით, რომ ჩვენ გამო ხარ წარმატებული, არამედ ჩვენ ყოველთვის გეტყვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენი შრომით შეძლებ გახვიდე შედეგზე.